ჩემთვის. მეუთხარი ეს მე 10 დღეში უნდა მქონდეს საქართველოში ჩემ ცენტრში. და იმდენი ვქენი, რომ ეს მე ჩამოვიყვანე და დგას ჩვენს ცენტრში და ნომერი რა აქვს? შეხედე? 0001. ეს რა თქმა უნდა სიმბოლურად ეს ნომერი გავუკეთეთ. აი როგორც 22 წლის ხარ, ხო? აი 22 წლის გოგოს. აი ესეთი ცენტრი ბევრ ქვეყანაში ყოფილხარ. აი ესეთი ცენტრი სადმე გინახია? საქართველოში ვერ ნახავ. მე გეუნები საქართველოს ფარგლებს გარეთ. გინახია? ჯერჯერობით არა. როგორ არის? თქვენ ხო აქა ხართ, ხო უყურებთ. აი ხო ხედავ როგორ არის. ყოველ დილით რამდენი ადამიანი წმინდავს. რამდენი ადამიანი ტერიტორიას წმინდავს. ყოველ დღე ავტომობილები ირეცხება. მე ხო იცით, ყოველ დღე მაიმწყიდით 1 და 2 ავტომობილს, ხო? ამ შემთხვევაში აი როგორ ვაფორმებთ ავტომობილებს, ხო? ჩვენთან მაქსიმუმ 15-20 წუთში ნებისმიერი ავტომობილი ფორმდება. ერთი სიტყვით, ვისაც უნდა დღეს ავტომობილი, გარეთ ბევრი ავტომობილი დგას. ქუთაისში ძალიან ბევრი ავტომობილი გვყავს და ბათუმში ისეთი ცენტრია და იმ დონეზე თქვენ ხო ნახეთ? იმ დონეზე არის რემონტი მიმდინარეობს, რომ ბათუმის ცენტრი მგონი აჯობებს თბილისის ცენტრს. მითხარი შენ, რა არ მოგწონს აქ? ყველაფერი მომწონს და არაფერს არ შეცვლიდი. არ შეცვლიდი არაფერს? მაგარი დიზაინერი ყოფილ ვარ? კი. გიო, მაგარი დიზაინერი ყოფილ ვარ? აი ესე ვარ მე, ხო, ესა დაუშვათ, ხვალ რომ მოვალ, ფურცელი მიკავია, ავალ ზევით, გადავხედავ, დაბა სად რა უნდა იყოს. გამიგე? და ეს ბიჭები კიდე ისე არიან, შენ ხო ხედავ, როგორ არიან? ისე არიან, რომ აი ყველაფერი მილაგებული აქვს, ისე რომ სალაპარაკო არ არის. ჩვენ ახლა დიდი მადლობა მინდა გადავხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ ჩვენს კომპანიაში შეიძინა ავტომობილი. ჩვენ დაგვიჯერა. ახლა 100% კმაყოფილი არავინ არ იქნება, ახლა ტყუილი არ უნდა ვთქვა. არის ადამიანები არ ხარ შემტყვანი, მაგრამ რაღაცას მაინც მოგიძებნიან. ხო იცი როგორც ხდება და ამიტომ თუ ვინმეს რამე ჩვენ ან ვაწყენიეთ, ან ვერ გაუგეთ, ან ვერ გაგვიგო, ყველას ბოდიშსუხთით და მომავალში ყველაფერი დალაგდება და გამოსტორდება. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც არიან კმაყოფილები, მინდა უსურვო დიდხანს სიცოცხლე და იციან, რომ აქ როგორ არის. ერთი ადამიანი როცა ავტომობილს იყიდის, მეორე მოყავს.